აი რა. ძალიან არ გაგიმართოს. ძალიან არ გაგიმართოს. იმაში და ამაში ძალიან არ გაგიმართოს. გავიხურით. იმენა ორი უმარტივესი შემოყვება და ჯოჯოც არა უშავს. მადლობა როდრიგო პოსებოდი. არა უშავს. თეთრი ბრაზილიელი მანჩესტერში ვინ იყო ბიჭო? Betson Sportis YouTube არხზე იწყება მაგიდის დერბის მეოთხედ ფინალი. ორგზის ჩემპიონი მაგიდის დერბის ტატო ბაციკაძე დაუპირისპირდება მეოთხე სეზონის დებიუტანტ ნიკოლოზ ტაბსონ ტაბატაძეს. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში. ერთი ეტაპი უკვე გადავახეთ, ეს კარგია, მაგრამ მაგიდის დერბის ტრიუმფის გზა საკმაოდ ისეთი მძიმე და რთულია და ესეთ მოგიწევთ ახლა დიდი ჯახი იქნება დარწმუნებული. თან ისთან. რა სიზა? სადღაც მაიჭებდებოდა. ძმა გოუთი არის თუ ესა და ეხლა მე მომიწევს რო არ ვიცი. ხო, ის ისე ლაპარაკობს თითქოს მე ძალიან მარტივი მეტოქე შემხვდა. აი, თავს იმდავლებს. ჩვენ გუნდელები ვართ ესე როგორც წესი სხვადასხვა საფეხბურთო თამაშობებში და ეხლა ვართ მოწინააღმდეგე. მე პირადად როგორც ჩვენი მაყურებელი ვერ ვითმენ, იმიტომ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში უნდა იყოს, ასე რომ მოვებზადოთ. მამა ჩემი რო ჩართავს სამსახურებლად. არ იცოდინება ვის უგულშემატკივროს, იმიტომ რომ მე კი შვილი ვარ, მაგრამ იმას იასამისფერი არ შეატო. მამა ჩემს იასამისფერი ისე უყვარს. ანუ შენ მაგიტო გახდი ფიორის გულშემატკივარი, ესე იგი. მეორე გუნდად მაგიტო. გასაგებია. ვიწყებთ. რაუნდი პირველი, 5-5-ზე. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებული სახელი და გვარი სამუდამოდ ამოიტვიფრება Betson Sportis აი ამ თასზე, სადაც უკვე ამოტვიფრული არის წინა სამი გამარჯვებული სახელი და გარდა ამისა, Citroen ცენტრი თბილისმა დააწესა პრიზი. ჩვენი პრიზია Citroen C3 Aircross-ი. შარშან Citroen-ის hatchback-ი გავათამაშეთ, წელს კი უკვე SUV ყავს გამარჯვებულისთვის. ამ კლასის ავტომობილები ყველაზე მოდური და მოთხოვნადია. C3 Aircross-ი ვიზუალურად ეფექტურია, ამავდროულად პრაქტიკული, ეკონომიური, ეკოლოგიური და ამიტომაც ევროპის ერთ-ერთი ბესტსელერია. მაგიდის დერბის გამარჯვებული ამ ფრანგულ მანქანას პირდაპირ Citroen ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. დავიწყოთ. პირველი რაუნდი 5-5-ზე. 3 შეკითხვა გჭირდება და 1-დან 5-მდე 3 ციფრი უნდა ავარჩიოთ. ტატო, პირველი შენ დაასახელე, მეორე ტაბსონამ. დაცხი. 1. ერთიანიდან ავიღოთ 1 პაკეტი სათამაშოდ. ტაბსონ? 5. იყო საქმე 5 და ტატო? რომელი თქვათ? შემიშლება 2 არ ვიცი. აი 2. 2. ესა ჩვენი 3 შეკითხვა. 3 მოცემულობა, რომელიც თქვენ სწორად უნდა დაალაგოთ იმისთვის, რომ მოიგოთ პირველი რაუნდი. სამუდამოდ ამოიტვიფრებაო რო თქვი. ხო. არაფერი არ სამუდამ. არა. ყველანი მტრად გადავიქცევით და ბოლოს. ყველანი მტრად გადავიქცევით გარდა Betson Sportis თასის მეტალზე ამოტვიფრული სახელებისა. ასე რომ 100,000 წლის შემდეგ ვიღაც წაიკითხავს მაგ შესახელს და გვარს. 100,000? ქართული თუ ეცოდინება იმ ვიღაცას? ხო. ქართული თუ ეცოდინება. უცხო პლანეტას რო ჩამოვა და ნახავს. მარსზე წაიკითხავენ. არა, რა ჩამოვა უცხო პლანეტაზე ნახავს და დედამიწაზე არაფერი არ იქნება. მარტო ეს თასი რო იარსებებს. უდაბნოს მტვერი რო ადევს. მე ეს იქნება როზეტას ქვა იქნება ეს თასი. უცხო პლანეტელებისთვის ამით გაშიფრავენ ქართულ ენას. მაგიტო უკეთესია რომ წელს ვიღაცა სხვა მოიგოს, რომ მეტი 100 იყოს. გასაგებია. შეკითხვა პირველი. თქვენ უნდა დაალაგოთ სწორად. UEFA-ს თასის გამარჯვებულები წლების მიხედვით. ფრეა? გადავდო, არ გვინდა? ალბათ, ფრე. აჰა, 0 შანსი. ბარათები? განადა 0 შანსი. აი, გეუბნები. მე პირიქით გავიგე შენი ჟესტი, ასე ვთქვათ, რომ მაგას რა უნდაო. არა, ესეც შენი ბარათები. გააჩნია ვინ არიან? პირიქით. ახუთეულია გააჩნია. პირიქით. აბა, კატო რა სიტყვა. ძველიდან ახლისკენ თარიღები. ჩემკენ ძველი იყოს. აუ, აი აქ ერთში უნდა ავირიოთ, ხო? ვენესია. კარგი, რავი. ერთი. დავლაგდით? ნო, არ ვარ და. კარგი, დავიწყოთ ძველი, აი აქ. ყველაზე ადრე ამ 5 კლუბიდან თქვენი აზრით მოიგო Ipswich Town 81? ხო, Ipswich Town-ია ეს გუნდი. 1991, სწორია. აი ახლა დაგვერხა ჩემი აზრით, აბა ტატო. არა, რატო შემდეგი არის ნაპოლი. მაშინ არ დაგვერხა. რომელი წელია ეს ცით? 9. მაგას შორის არც ერთი არ იყო, მან? არა. რა თქმა უნდა არც ერთი არ იყო. 2-2. მე არის Juve. მე Bayern-ი მაქვს და რატომ მაქვს Bayern-ი? იმიტომ რომ დეგენერატობა არის, მართალია. 91-ია, 93. უეჭველად Juve. ეს რომელი წელია? 96.
ანუ მათეოსი დავინახე კანი და გვიანია თქო და მაინც 96 არის. გვიანია 6-0. მართალია 3-2. რა თქმა უნდა. აკუბა შეცდომა იქნება რა თქმა უნდა. 2000 Galatasaray. ხო გითხარი. Galatasaray ბოლო სწორია. აი ეს როგორ ამერია? არ ვიცი. აი ეგორი აგერია და 3 ქულა დაგჭა 5-ის მაგივრა. თან ნახე. ესთან რა არის? მე ეს ბაიერნი მახსოვს. თამაშები მაგ ბარსას მოუგეს. ნახევარფინალი. თან ნახე. მოიცა კრუიფი გააგდეს ამის გამო. არა, 96-ია, კრუიფი აღარ არის უკვე. აქ გაუშვეს მე მგონი. კი, ამის გამო გაუშვეს კრუიფი. სავარაუდოდ. მიუნხენში რო წააგო. ხო და ნახე, ანუ ბიჭო, აშკარად უფრო ახალი. კი, არა. აშკარად უფრო ახალი. თანიკ ბაჯო არის იმაში იუვენტუსში და ვიალი. ვიალის ათმა. შემდეგი ვნახოთ ჯანდაბას. 5-3 დამთავრდა პირველი შეკითხვა. ой, ნახე, 1-0. დინო ბაჯოც არის. არ მარტო რობერტო, ერთად არიან ბაჯოები. მეორე შეკითხვა. დაავაგეთ ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირები წლების მიხედვით. გაგახარებთ 2000-დან მერეა. აუф. ვერაფერი შეღავათი? კარგია, გამიხარდა ორივეს იქნება ორივეს გაგიჭირდეთ რამენაირად. აჰა, ინებეთ. ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირები წლების მიხედვით. ჩვენი ანუ საქართველოს. ზე არ ვარ ჩემო რა. მოიცეკეთ. ეს კაცი ანდერსონ აკინოკი მახსოვს, მაგრამ შემოწმებ ცოცხალი თავით არ კიდე ყოყმანი არ დაგიწყოს ხო? დაწყდა აღარ ეხება. არა. მაინც გიფიცკე. ხო, კარგი. არ ვიცი, მიდი. დავაგდით? რას დავაგდით? ვარ გადაამოწმეთ. არა წავაგებ. თუ არ ღირს. არა კაცი. ზედმეტ ნერვიულობად. კარგი, ყველაზე ადრე მაგ 5-დან ვინ გახდა ბომბარდირი? იმედი მაქვს რომ გახდა მელქაძე. მეც მელქაძე მაქვს. მელქაძე გაქვთ იმედი, ხო? 2005 წელს იყო მელქაძე და დინამოს შემადგენლობაში სწორი პასუხია. მაშინ ესეც სწორი უნდა იყოს. ვინ არის მეორე? მოდებაძე. აუ, მე ანდერსონ აკინოკი. აუ. მოდებაძე? ხო, აკია მაქვს. მოდებაძე როდის არის? არ ვიცი. 2015-ში. აკინო უფრო ადრე გახდა ოლიმპის მაისურით, კი ბატონო. 2-1. ახლა აკინო. მოდებაძე. მოდებაძე სწორი ადგილია. ზიბზივაძე. ბუდუ სწორი ადგილია. და კოტალიუკიც სწორი ადგილია. იგივე გამეორდა, ანუ 2 წელი გადაგინაცვლა, შესაბამისად 5-3 და საერთო ანგარიში 1-1. ეს რაუნდი რომ მოვიგე არის სოფლიოს მე რამდენი საოცრება რომ შემახსენოთ რა გთხოვთ. გავაგრძელოთ 1-1, დაგჭირდა მესამე შეკითხვა პირველი რაუნდის გამარჯვებულის გამოსავლენად და გამარჯვებული გამოვლინდება თუ ეს ადამიანი სწორად დააწყობს მწვრთნელებს პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით. მწვრთნელები პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით. რა არაფერი არ მოგწევთ ფერაკ. ხო და აი ძალიან შევიცხადე, მაგრამ მართლა შესაძლებელია, იგი ანუ უტრფელად ჩემთვის არის შესაძლებელი. ვინ არიან გააჩნიათ? აუ, ვინ უნდა? აუ, აქ ნუ აი, ნახე, შემიძლია ეს დავა. გეტყვით ვინ არიან? არიან ეგენი არიან მწვრთნელები, რომლებიც პრემიერ ლიგაში მუშაობდნენ. გასაგებია. მადლობა დიდი. გადაობ, ანუ ეს ტიპი კიდე სად მახსოვს? იქ მახსოვს, კაი, რავი, აჰა. ნაკლებით დავიწყოთ, ხო, მაგრამ ავიღებ. კი ბატონო, ჩემ კი ნაკლები იქნება? ხო. ოკეი. აი, წარმოდგენა არ მაქვს რა. კაი, არ ვიცი, რა თქმა უნდა, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ანუ ვიწყებთ ნაკლები. ხო. გავხსნათ, ყველაზე ნაკლები მაქვს 5-დან. მატჩი ჩატარებული აქვს. არ ვიცი, მე იურგენ კლოპი. იურგენ კლოპი. ეს ვინ არის? ბენიტესი. ბენიტესი და იურგენ კლოპი. ახლო ტრიალებდით მინდა გითხრათ. ახლო, ძალიან ახლო, იმიტომ რომ პირველ მეორე ადგილზე აქედან ნაკლებით 1 ბენიტესია და 1 იურგენ კლოპი. კლოპს აქვს 334 ჩატარებული, ბენიტეს 359, 1-0. 1-0. მეორე ადგილი? მეორე ადგილას ანუ ეს გადაგინაცვლა ეს აქ ნახე რა ბენიტესი ანუ 2-0 გვაქვს ახლა მაგრამ აი ახლა რა იქნება უნდა აი ხა არის მთავარი მე გეტყვი მოიც იმეც გაგიჩენ თუ დავაი შოზე მოვრინ ო არა რა იმეც გაგიჩენ ეგ სწორია 3-1 ელერდაის არა მე მოიეს აი მოიესი და ელერდაის მოვიდა დამთავრდა ეს შეკითხვა შენი გამარჯვებით თუ პირიქით გათანაბრდა არა მგონია რომ ჩემი გამარჯვებით დამთავრებული იყო ელერდაისი უბრალოდ ელერდაისი აქ არის სწორი და შესაბამისად მოიესი იქ ანუ ანგარიში გამოვიდა პრე 3-3 პირველი 3 შენთან არის სწორად მესამიდან ბოლომდე შენთან არის სწორად რა დიდი სხვაობა არის მოიესა და ელერდაის შორის მოიესა და ელერდაის საკმაოდ დიდი სხვაობა 500 ელერდაის ამ მომენტისთვის 551 უფიქსირდება
ამოიეს 700-ზე მეტი. უიმედ. ბიჭო, ეს ხო უფრო გაცილებით მეტ გუნდში იყო. და მაგან მომატყუა. მაგრამ ეს უფრო გრძელვადაში იყო, გასაგებია. მოიცი ყველგან. ხო და ეს ელერდაისი მოდის რაღაცა აპრილში, იანვარში მოდის და ფერგი ვენგერის მერე მესამეზე არის მოიეს. აი ეგ რომ ცოდნოდა. ეგ მახსოვდა. კაია, სახალისო გამოვიდა. 1-1 ამ რაუნდში საერთო ანგარიში ფრეისევ 0-0 და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ბარათონი. რაუნდი მეორე ბარათონი გვჭირდება ერთი თემა სათამაშოდ. როგორც წესი, წინა რაუნდში გამარჯვებული ირჩევს ხოლმე 1-დან 5-მდე ციფრს, მაგრამ წინა რაუნდში გამარჯვებული არ გვყავს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ტატო, ნიკა, თქვენ თვითონ შეთანხმდით, რომელი გავხსნათ. მე ვიცი, რომ თქვენ ამ შეთანხმებას მიაღწევთ. ორგზის ჩემპიონები ირჩევენ ჩემი აზრით. მაგიდის დერბიში. 3-ზე თანახმა ხარ, იყოს 3. 3-ზე რაუნდის მე რო გითხრა თანახმა ვარ თუ არა. მეცე მაშინ. აი მე მეცოდი ამის მერე და რამდენად თანახმა ვიყავ. იყოს შუაშია და მაგითო. კაი, იყოს 3. იყოს 3. შუაშია 3. შეირჩა ამ პრინციპით. არც იქით, არც აქეთ. უბედურება არა უბედურება. შუაშისტი თემა. აუ მე ვიცი რომ ეხლა რაღაცა კოშმარი არ ვიცი რა ვიცი პრინციპი. აბა ვნახოთ. კოშმარი ხო? ალბათ. აუ მართლა? ვერ ვარჩევდა. დაიძრაყინული. არაგონესამდე ესპანელები. ხო გითხარი? აითება. გახსოვს ეგ გითხარი? თემა არა ვიცი მაგრამ ანდალუსიაში დავხედე. ფეხბურთელები მოვადგო. არაგონესამდე ესპანელები. არაგონესამდე ესპანელები. კაცო, ანუ ერთი წამით. არაგონესამდე ესპანელები 8-მდე რა, ალბათ მაგას გულისხმობენ, ხო? ანუ ფეხბურთელებია, იმედი არა ტრენერები არ არის. ყველა ფეხბურთელი ვინც ნაკრებში ითამაშა. ყველა ფეხბურთელი ვინც ნაკრებში. არაგონესამდე თან. ჩვენ გვაქვს 16 ბარათი და თამაშობს გაგიკვირდებათ და მოგებამდე. ანუ ვინც მეტს აიღებს, ძალიან მარტივი პრინციპია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხსენება. დაგვემატა წინა სეზონებისგან განსხვავებით ქულის ართმევა. ასე რომ დავიწყოთ. კი ბატონო. დაწყება არაფერს არ ნიშნავს, არანაირ უპირატესობას შეგიძლია დაიწყოთ. ჩემი აზრით ეს არის უკე. უკე? ლუკია? კი, ალბათ. მაშინ მე თანახმა ლუკე იყოს თუ შენაბო. ლუკია, მითვალე. აუ, აქ ეხა ალბერტ ლუკე. ესე, გადმოტრიალებული უნდა დავდო, ხო? თუ როგორც გაგიხარდება. ვიცი. შენკენ თუ არის შენია. რა აზრი? გონზი არ ვარ ვინაა ის. შემოტრიალე. ხო, მაგრამ წაგართმევს მე. ო, ვიცი. მეც დიდად ანუ აი ვაფშე უყურებდა ტიპი არც მეცნობა საერთოდ არსაიდან. თუ არანაირი მინიშნება მანდ არ არის შენი აზრი მიეცი. არ არის კაბდები. არა, არ არის ნამდვილად. ვიცი რა. შენი ჯერია ფიქრის? აბა, ის ართმევა არ იქა? საულა ბალისტას თუ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ ეგეთ შანსებს სტატუს წინააღმდეგ აი ესეც გამოვიდა ვიცი არ ვიცი ოლიმპიადას ხო არ გავს 96-2005-ის პერიოდის მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია კარლოს აგილერა არა ბიჭო შანსი არა გინდა მე ვიტყვი შენ ამბობ ხოლმე ასე დროს რენდომ ჩუვა არა ხო აგილერა არა რენდომ ჩუვალი არის და ტო საوارელი რუბრიკა შემიძლია უთხრა რომ ალბათ ვივარაუდებ რომ ყველაზე რთული კარდი მე ავიღე ახლა. შეიძლება ვნახოთ აბა დანარჩენებიც. ჩემთან დარჩა კარლოსი, ბატონი კარლოსი. შენი აღება. ანუ მეც მიხვდი ალბათ შანსი არ მქონდა რა თქმა უნდა. არა, შეურჩი ვინაა ეს. ამეღო. ძალიან მახსოვს ახლა ეს ტიპი. მეცნობა ძალიან. კი. შენ ალბათ საცნობია ეგ. შენ ალბათ აიღებ. საბარაუდოდ წაგართმევს. წამართმევს კი უიჭველად რა. დოგონიათ ეგ. და მოიცეს. ჩემი აზრით კარლოს აგილერზე უფრო საცნობი არის ბევრად. არა, ეს მე მგონი ყველაზე რთული იქნება ცუდ პერიოდში არის, არ ვიცი. აიღო სტატუ, ინებეთი. არც ამბობ ვერსიას? არა. კარგი. შენი აზრით? არ შემეშალოს ახლა просто. ეს არის რა ვარიანტებია თქვი და ხუან ფრანი. კიდე რა ვერსია ქონდა? მივიღე პასუხი ხუან ფრანი. ეგ არის სწორი პასუხია. წავიდა შემდეგი 1-1. ჩემი კაი. ვინ არის ბიჭო ეს და ისო 15 ნომერია რა უბედურება. ეს გერჩინა? ამასაც 15 ნომერი აცვია ეს. კიდევ ისეცო. იმას. არაგონესამდე ესპანელები. არ არის გაგიშველი. ბიჭო 15 ნომერი და არქი გადაეცი თუ ვერ. ასე არა, ბიჭო იქ თქვი ვერსია. არა, იცი როგორ არის, თან მახსოვს და თან ვერ არა. ეს თუ რაულ ბრაო არ არის?
მეწყინება. ხო, უბრალო. არ გეწყინება, აბსოლუტურად. მითვალე. მელოტები თუ დამეხმარებიან. მელოტები. ეხლა რო თქვა, რეალის ფორმა გინდა. 2-1 ჩენჯერია. კი ბატონო. ის თემა შევცვალოთ მართლა მე გთავაზობთ მაგას. ნახე რა გინდა 2-1 და 1 წელი დარჩა ჩემთან. ძალიან მეცნობა. რა გინდა რას მაგრამ უწოდებ ვერ ერთ საკუთარ იმეებს. კი მეცნობა, მაგრამ ანუ აი რენდომად ვიტყვი და იერითაც მაგრამ სიმაღლით გავს. სერხი ბარხუმას ვიტყვი უბრალოდ, მაგრამ არ ვიცი. ეს რა, იცი? აბა ბარხუმ. ეხახები? კი. სერხი თუ ამიეცი მაშინ მეც ვეთანხმები რა თქმა უნდა. უბრალოდ რა გადმოგცა მინდა შენი მასწავლებელი. ძალიან იყო რა ამ ფოტოში და უბრალოდ კომპლექტაცია და ნომერი დამეხმარა. კიდე მელოთ ცელოდებოდი და მელოთ ცველოდებოდი რა, დიწილად მელოთ ცველოდებოდი. 10. ავიღე. ეს კაცი არ არის ესპანელი. არგენტინელია. ვინა? ხუან ანტონიო პიცი. კი ბატონო, ეგ არის მითვალე. კიდე კაი. ხო. მე კაი მწვრთნელი იყო, ხო? კოპა ამერიკა არ მოიგო? კი, ჩილესთან ერთხელ მოიგო. 3-2 ანგარიში. დაბსონ წინ ხარ, გაჭრილი. სად წინო არ. ეს ტიპი მეკარეა. მეკარე ცოტა არის ეს ეპოქას კაი გავიგე ხვდები, დროს ხვდები, მაგრამ არ ვიცი, ეს ტიპი არ ვიცი რა, არ არის რა თქმა უნდა. არც გორკაი რაისოსია, გორკაი რაისოს ვამბობდა, მედიტატო. უიმე დედა ეს არ მქონდა ამის იმედი. ვინ არის? მოლინა. რა? იტოა მოლინა. დეპორტივოს მოლინა. კი. მე ხუჭ კიბორო დაამარცხა ის კაცია. არ მაქვს. კიბო დაამარცხა. კიბო ქონდა. მოლინას კიბო ქონდა, დაამარცხა და ვიცი, გოლი კი არა გადაი. ჭა მახსოვს. ამას აქ ნაკრებში ნათამაშები თავდასხმელად. ამ ხანაგურ თამაში გამოიყვანეს ცვლილებაზე ფორვარდად. 3-3 გახდა ანგარიში და შენი ჯერია პასუხის. წესა მოვიღე ისევ. ნომერი 13 ეს არის დიეგო ტრისტანი. ეგ ადვილი იყო, მითვალე 4-3. დაიქამბეკეს ახლა რაღაც კედი. ბიჭო არ არის მარტივი კარდები ძალიან რთულებია. ძალიან რთულებია. თან ისეთ ფეხბურთელები არიან რომელსაც ესმენთან არაფერი არ აქვს მოგებული და თან არ არიან ახლა ისინი რა რაული არ არის აქ როგორც ხედავ. არაგონესამდე ხო, მაგრამ ნუ ხა იყვნენ არაგონესამდე ესპანეთის ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, მაგრამ აქ არ იქნება ახლა რამდენიმე ისეთი კაცი, რომელსაც მარტივად ვიცნობთ ეჯვმა. ვინც ამოვიღეთ ჯერჯერობით იმადგან. ეს ვინ არის ბიჭო? თან უნდა მისმა. ეგ არ არის მარტივი ჩემი აზრით. შეიძლება შენც გაგიჭირდეს. შეიძლება გამიჭირდეს რა, გამიჭირდეს გამიჭირდეს. გაუჭირდეს და მე ვთვითო. უი, კი კაცო. კი. ეს არის ალბერტ ფერერი. ეგ არის, რა გართვა ესეც. აზრი არ გქონდა. ბარსელონაში ვიყავით ნახე. ველაპარაკი. აბა მაშინ 5-3. ხომ ველაპარაკი კი კაცო. ხომ 6. აი ეს დასაწყისი ნომრები რთულია ხოლმე რა და. ეგ არ არის რთული კაცო. არა, ეს არ არის რთული. ეს არის ძალიან კაი კაცი არის. შემოტრიალე? ვალერონი. კი ბატონო, ეგ არის. ხუან კარლოს ვალერონი. რა შეკვდა? 4 რუბენ ბარახ. აიღე. ამიღო ეგ რა. 4 ხულა, 6-4. 14 ნომერი არის ისმაილ ურსაისი. აიღო. სონიერი. 7 ხულა. ნომერი? ნომერი 11 ალბერტ სელადესი. კი ბატონო. სწორი პასუხია. 7-5. შემდეგი. აიღებს ამასაც. კი, პედრო მონიტისი. ეგ არის როგორ ველოდი რომ პედრო მონტისი იქნება. აიღო, ანუ გახდა 8-5. კი. მაშინ თამაშმა აზრი დაკარგა, რადგანაც 2 ბარათია დარჩენილი. უბრალოდ აიღე. დატო მოიგო ეს რაუნდი. ვა, ეს კაცი, ეს მინდოდა რა, მეო. ვინ არის? ეს მე ვასებოდა ძალიან. ეგ არის სტადიონის სახელი. კი ბატონო. ალფონსო პერეის თეთრებუცებით და ისა? ეგ არის ისა, გილერმო ამორი. ხო, არა. სწორია. ესეც ამასაც აიღებდა. ასე რომ ბოლო 2 კარდი აღარ დაგჭირდა, თუმცა ბოლო 2-ც გამოიცნო. შესაბამისად ეს რაუნდი ბარათონი მოიგო. საერთო ანგარიში 1-0, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. პაპა კარლოს 5. პირველი რაუნდი ფრე, მეორე რაუნდი ტატოს გამარჯვება, საერთო ანგარიში 1-0, თუ პაპა კარლოს 5-ს მოიგებ, თამაშიც მოგებული გაქვს. ანუ ამ რაუნდის დათმობის უფლება აღარ გაქვს. დავიწყოთ. გადავხედოთ თემებს, რა გვაქვს პაპა კარლოს 5-ში. მოახლოებული მუნდიალი, ჟოზეს რეჯექტები, რიკი და მორტი,
ანდრეა სილენცისებრნი, ანუ იტალიელები ინგლისში, ანდრეა სილენცი პირველი იტალიელია ინგლისში, ერთი უკრავს მეორე თამაშობს, დააბრუნეთ გასვლითი შეხვედრა, კაპელოს ნეპოტიზმი, ფრაზები ქართული ფეხბურთის წიაღიდან, რიშარ დუტრუელის სამეგობრო, თეთრი ბრაზილიელები. ატო, იწყებს თამაშს. მე ვიწყებ? კი, წინა რაუნდის გამარჯვებული შენ ხარ, შესაბამისად შენ იწყებ, სიმბოლურად რა თქმა უნდა დაწყება არანაირი უპირატესობა არ არის. მოდი იყოს თეთრი ბრაზილიელები, აბა ძალიან ბევრი შეიძლება იყოს და მაინტერესებს ვინ შეიძლება ამოვიდეს. საკმაოდ ბევრი შეიძლება იყოს. თეთრი ბრაზილიელი ბევრია. რიკარდო კაკას აქტიური კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთ ბრაზილიურ კლუბში უთამაშია, რომლის რიგებშიც 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. სან-პაულუ. ეს სწორი პასუხია, როცა დაგჭირდა. მითვალე ერთი კლუბი. დავტოვოთ აბა ეგა. დავტოვოთ? კარგი. ემანუელ პოგატეცი გახსოვთ ასეთი? არა. საერთოდ მიდლსბროში თამაშობს? მაშინ ასე წავიკითხავ. კი, ეგ არის მიდლსბროში თამაშობს პოგატეცი. ახლა შეკითხვას წაკითხავ. თამაშობდა არა? სადაც თამაშობს? ხო, შეკითხვა ამაზე არ არის. თამაშობდა მიდლსბროში. ყველას დიდი ხანი მიდლსბროში იყო, კი ბატონო. ცუდია, რომ ემანუელ პოგატეცმა კარიერა ფეხის მოტეხვის გარეშე დაასრულა. რადგან იგივე სხვებს არაერთხელ დამართა. მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის ამ ახალგაზრდა ბრაზილიელს, რომელმაც ფორმის აღდგენა ვეღარ შეძლო და 2008-2009 წლების სეზონი 8 მატჩით დაასრულა. ვინ მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდას? ერთი ბრაზილიელია თება. ვერსი, თეთრი თუ არ მე არ ვამბობდი თეთრს. თეთრს არ ვამბობდი. მეც არ პიკობდი თეთრზე. გავიდა დრო? კი. 10 წამი ბევრია. კი ბატონო. არ ვიცი. არ გახსოვს. საბიო. წავიდა 5 წამი. თეთრი ბრაზილიელი მანჩესტერში ვინ იყო ბიჭო? მოიცა. არიქა. 5 წამიც გავიდა. პიაზონი ლუკას არ არის ეგა. მოიცა. 2 წამი რა, კარგი. აი, აბა თუ გაგასწრდება. გვიან იცი ხოლმე შენ, მაგრამ ეგეც თეთრი ბრაზილიელი. სახელი გითხრა? მანჩესტერ იუნაიტედში არ მითხრა. კაი. აბა თქვი სახელი. ჩემთან დარჩა და. სახელი თქვი. როდრიგო? პოსებონი. Yes! ჩემიგა. არა, პოსებონი იყო. მოიდა მესამე. მესამე. აქ როდრიგო პოსებონი იყო. ხაცეს მარტივი უნდა იყოს. როდრიგო პოსებონი ძალიან ძნელი იყო. ძალიან ძნელი. რა ხდება უცრავად? მესამე შეკითხვა თეთრ ბრაზილიელებს. მედი. ჟუნინიოსთან ერთად ამ მცველმა ლიონში 5 სეზონი ითამაშა და ამ პერიოდში გუნდის ვიცე-კაპიტანიც იყო. კრისი. სწორია. კაი რა. ძალიან არ გაგიმართლა. ძალიან არ გაგიმართლა. იმაში და ამაში არ გაგიმართლა. გავიხურით. იმენა ორი უმარტივესი შემოხდა და შეშეფდა ჯოჯოცეთ. არა უშავს. მადლობა, როდრიგო პოსებონი. არა უშავს. ძალიან რთული შეხვედრა. არა ბიჭო, ანუ თან კრისი. კრისი კაკა. რა ხდება აქ? რა უნდა ავიღო? ასე წარმოდგენა არ მაქვს. ისეთი რომელშიც გაგიმართლებს ამ. ხო და რა შეიძლება გამემართლეთ? რა ვიცი. მიდი აბა პრემიერ ლიგაში იტალიელები ვნახოთ. ვნახოთ. მე ხომ პირიქით იქნება შენ გაგიმართლებს მე არა. დენის ლოუს და ჯო ჰარტს ტორინოში და მანჩესტერ სიტიში თამაში აკავშირებთ. მაგრამ გაიხსენე იტალიელი, რომელიც 2007 წელს სიტიში რეჯინაში გატანილი 18 გოლის შემდეგ მოხვდა, მაგრამ ისე ტორინოს ისტორიაში საუკეთესო გამტანთა ტოპ 10-შიც შედის. იტალიელი, რომელიც 2007 წელს სიტიში რეჯინაში. აუ. დრო. არ მაქვს. ვერაფერი. 5 წამი გაქვს. თქვა ვწდები, ეგ არის ბიანკი. ეგ არის. როლანდო ბიანკი სწორი პასუხია, მიითვალე. კარგად დავიწყეთ. სამიტოლი აფეს არ ნიშნავს, ათამდე თამაშობთ. ნომე აბა ეგ. დავრჩეთ. ხო, იტალიელი დავრჩეთ. გაიხსენე ინგლისური კლუბი, სადაც ერთ დროს ბენიტო კარბონე, ფაბრიციო რავანელი და სტეფანო ერანიო თამაშობდნენ. თამაშობდნენ ფეხბურთს და არა ბეისბოლს. ბეისბოლს? ბენიტო კარბონე თამაშობდა ორ გუნდში, სულაც მახსოვს. არ არის მაგდენი დრო სწრაფად. დერბი კაუნტი. დერბი კაუნტია შედი ვერსია. მიდლსბრო არ არის, იმიტომ რომ კარბონე არ იყო მიდლსბროში. რა ხდება? მივცე? მიდლსბროა?
მთელი ერთი საუკუნე თამაშობდა დერბი კაუნთი რა მოედანზე? არ მახსოვს რა. ბეისბოლ გრაუნდზე. იმიტომ იყო ეგ მინიშნება. სწორი პასუხია. ო რავანელი მიდლსბრო მოგივიდო და თავში ადამიანს ბენტო კარბონი შეფილდში იყო და. მოდი აბა. აქ კიდევ ერთ შეკითხვა თუ გინდათ მე დავაბრუნებ. კარგი, ჩავაბრუნებ მაშინ. ფრაზები ქართული ფეხბურთის წიაღიდან ნახოთ რა არის. ოჰო, არ ველოდი შენგან მაგის არჩევას. საინტერესო. ფრაზები ქართული ფეხბურთის წიაღიდან. საინტერესო არის ეგ, მაგრამ მას მე ხვლიკი შევარქვი. ასე იხსენებს გელა კეტაშვილი ამ სენატორს ბრწყალებში. ვის წინააღმდეგაც 1988 წელს სეულში ოლიმპიადის ფინალი ითამაშა და ოქრო თბილისში წამოიღო. ვის დაარქვა ეგ ხვლიკი? კარგად ვარ. ვერა? დრო მოიწურა? გადავსე? 5 წამი? სანადო რა იღაშიჩი. რომ არისო? 88 ოლიმპიადაში. სენატორი. სენატორი ხო, ბრწყალებში სენატორი გაუფიხაზი. მარიო სწორი პასუხია. დავტოვო? არა, სილენციო დავამთავროთ იტალიელები ინტერესებს მინერი. დავამთავროთ იტალიელები. იტალიელები. მეგონა რომ ბენტო კარბონი იქნებოდა. მაგრამ კითხვაში იყო, მაგრამ სხვანაირად, მაგრამ მეგონა რომ პასუხი იქნებოდა ბენტო კარბონი. სამუელა დალაბონამ 2003 წელს დამეცა. დალაბონა კაია უკვე. მოგეწოდა კიდევ ერთხელ. სამუელე დალაბონამ 2003 წელს მილანის რიგებში იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მედლები მიიღო. აჰა. მაგრამ რომელი ინგლისურ კლუბში დაიწყო მან კარიერა? თუ გეტყვი იმას, რომ 4-ვე სეზონი იტალიელი მწვრთნელი ხავდა. აი, ბოლოს რა კარგი მინიშნება მოგეცი. და პირიქით დამაბნია. 3 წამი? ამოიწურა. მიდლსბრო. არა, ჩელსი. იცის. წართმეული ქულა. ვიფიქრე ჩელსი ბიჭო. ჩელსია. დალაბონა. რეალი რავანელი. ჩელსი. რანგარიში გვაქვს? მაგარი დაძაბული. 5-1. დავეს აღარ ჩელსის ვაპირებ. რა თქვი მიდლსბრო. კაი, არ ვიცი აბა ხა. მოდი ჟოზე შეჯიქტები ვნახოთ აბა. ნახოთ, წართმეული ქულა 2 სტოლფასია. წართმეული ქულა 2 სტოლფასი. ჩემი ჭკუით გამხნევებ. მადლობა. ხა გამახსენდა დალაბონა ისიც. აი ხა გამახსენდა. ჯერ წონის გამო აკრიტიკებდა. მერე კი ამტკიცებდა რომ ტვინს საერთოდ არ იყენებდა. არც მაშინ მოეშვა რაც მისი მწვრთნელი აღარ იყო და ევრო 2020-ის დროს ამ ინგლისელ მცველს კუთხურების შესრულების ხარისხს უწუნებდა. ჟოზე, ვის უწუნებდა? ალბათ ლუქშოს. არ უნდა მაგას ალბათ მიითვალე, ქულა გაქვს. ხო არ გინდა რო ჟოზე? არა. არა, კარგი. ანდა მაინტერესა დატოვე? ნახოთ ხო, ერთი ნახოთ. ნახოთ. ჟოზეს ეს კაცი ჩელსიშიც ყავდა და რეალშიც. თუმცა პრემიერ ლიგაში ლურჯი ფორმით მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა. აი რეალში ბევრისთვის მოულოდნელად ამ ახალ მაკელელეს რაღაც პერიოდი 10-იანიც ეცვა. კლასანადია. სწორი პასუხია. აიღო ეგრევე. ხო დავამთავროთ. ჟოზე. ჟოზე. ერთი გვაქვს. ანახე, გადაწყვიტე. დავი დავამთავროთ აბა ერთ ჟოზეს შეჯიბრთ. მასზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს ზიდანი, მარადონა ან დი სტეფანო იყოსო, ამბობდა ჟოზე ამ ფეხბურთელზე, რომელიც 2010 წლის ზაფხულში ხეტაფედან დაახლოებით 10 მილიონ ევროდ იყიდა. დიდ ტალანტად მიიჩნეოდა, თუმცა თავის გამოსაჩენად ლა ლიგაში მხოლოდ 122 წუთი მიეცა. პედრო ლეონი. სწორია, დროც არ ჩამირთავს, მიითვალე მეორე ქულა. არ დამაკლო მესამე. ისედაც კარგად არო. მოდი იყოს ერთი უკრავს მეორე თამაშს. ნახოთ აბა. კარგი პაკეტი, კარგი პაკეტი. ძალიან მომწონს აქ მდებარე შეკითხვები. ნახოთ. მუსიკაც გიყვარს. მე გაჩნია რა ჟანრი შეიძლება. ცირცად მიზეზია გადრო ავიღე. გაჩნია ჟანრი იქნება. აბა ნახოთ. ერთი 9 Inch Nails-ის დამფუძნებელია. აი მეორეს კი ვერ გაურკვევია მარჯვენა მცველია თუ საყრდენი. და ამ გაუგებრობაში გახველულმა თავი მადრიდში ამოყო. გითხარი მათი სახელი? ტრენტ ალექსანდრ არნოლდი და სწორია, რეზნორი. სწორია. იყოს? არა. კარგი. არ იყოს. ვაბრუნებთ. რამდენს არის დატო? 7. შეხორი. აი, მუნდიალი იყოს აბა. წეღა მაგაზე მეღადავ. 3, ხო, მუნდიალი ვნახოთ აბა.
7-3 და შემდეგი თემა არჩეულია მოახლოებული მუნდიალი. ლოპეტეგის სანაკრებო ტურნირებამდე რომ გუნდის დატოვებას ჩვევია, ეს უკვე ვიცით. აი, საკითხავი ისაა, ვინმე თუ შესთავაზებს იმაზე სარფიან წინადადებას, რომ ეს ნაკრები 2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპამდე დატოვოს. როგორ? იმაზე სარფიან წინადადებას, რომ ეს ნაკრები დრო მოიწურა? ავიცი, იაპონია. ავიცი. არც ვერ მახსოვს სად არის ჩემს. პირამი რა გადაღლება მინუსი არ არის. ერთ-ერთი ვარიანტი მაქვს, მაგრამ არ ვიცი ეგ არის თუ არა. საუცარაბეთი. მაგრამ არ ვიცი. ახლოს იყავი. კატარი იყო სწორი პასუხი. ჩემთან დარჩა. ხო, ანუ ეს შეთავაზეს ფული უნდა ეყოფილიყო რაღაცა. მოიტა მუსიკა ის. მუსიკა. ერთი უკრავს, მეორე თამაშობს. აბა თუ გახსოვს. სტივენი Guns N' Roses დრამერია. გახსოვს. რენემ კი ფორმის პიკს ლევერკუზენში მიაღწია. რადგანაც საფრთხე აფრიკის მუნდიალზე ნომერი 1 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნეკნის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა. ეს კარგი მუსიკა არის. აღებადი მუსიკა არის. ერთადერთი ვარიანტი მაქვს, Guns N' Roses-ის დრამერი ნალაძარ მაქვს. ალბათ ადლერია. რა თქმა უნდა. იცოდი შეც. ადლერის ორი პასუხია. ისე გამოვიდა რომ ტრენტიც ვიცოდი და ეხლა რომ დავტოვო რაღაცა კატასტროფა მოხდა. ანუ მარტო ფეხბურთს უნდა დავიღო ეს მუსიკის ნაწილი მართლა. მოდი გავერთოთ რა აზრი. იყოს მუსიკა? კი. როგორ აქ აზრი? ჯერამდე იქულა. ნო, მაინც. დავტოვოთ. ბოლო შეკითხვა. ვიცოდი, ადლერი ვიცოდი. და ეხლა მოვა, არ ვიცი. ელექტრონული მუსიკა? მაგრამ კარგად იცი? რა თქმა უნდა, არაფერი არ ვიცი. ინდუსტრიალ მუსიკა გავიარეთ და როკ მუსიკა გავიარეთ. ეხლა ელექტრონულში ვართ. მიდი. რიჩარდ დევიდს სასცენო სახელით Apex Twin-ით ვიცნობთ. აი, დევიდ ბენჟამინს კი ლივერპულში, ვესტჰემში და პორტსმუთში თამაშით. ნაკრებში პირველად ევრორი. დევიდ ჯეიმს. დამთავრებიდე. კაი რაუნდი იყო ის რა. ანუ საერთოდ რომ მუსიკის სცენა მე თუ. ანუ ახლა ისი ჯეიმსია. Apex Twin-ი არის რიჩარდ დევიდ ჯეიმსი. ამ სამ კითხვაში მუსიკალური ნაწილი რაც იყო, არავის არაფერი არ ვიცოდი და პრინციპში ტრენდს და ადლერს ავიღებ. ნუ Guns N' Roses პირველი დრამერი იმას წარახსოვდა. არა, ადლერი. პირველი დრამერი იყო გააგდეს მერე. Apex Twin-ი ვიცი, იქიდან რომ კლიპი აქვს ერთ-ერთი რომელიღაცა. და კლიპი არის, მთელი კლიპი არის, რომ წყალში ზის მაიმუნი. და ოღონდ ისეთ მუსიკაა, რომ მაგ ცნობილი ვიდეოა YouTube-ის, იმიტომ რომ კომენტარებში შეხვიდე, სულ ისეთი რაღაცები წერია, რომ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას აზიარებს ყველა, ცოტა ისეთ მელანქოლიურს და რამე ტრაგიკულს და რაღაცა, ძალიან ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ პოსტად YouTube-ის ისტორიაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი კომენტარია. მუსიკალური რუბრიკა. გავავხედოთ აბა. კაცი. რა დაგვრჩა გადავხედოთ? დააბრუნეთ გასვლითი შეხვედრა. კაპელოს ნეპოტიზმი დაგვრჩა, ასევე ძალიან კარგი პაკეტი, ფრაზები ქართული ფეხბურთის წიაღიდან, რიშარდ დუტრუელის სამეგობროც გულზე არ გეხატებათ, მოახლოებული მუნდიალი, რიკ ენდ მორტი ხელი არახელით. ეს არის ჩვენი. რიკ ენდ მორტი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ იმდენად რენდომ რაღაცაა, რომ აი ვაფშე ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს. ძნელი მისახვედრია, საერთოდაც ძნელი მისახვედრია ხოლმე თემის მიხედვით რა შეიძლება იყოს. მეტნაკლებად. მოდი აბა დააბრუნოთ გასვლითი შეხვედრა ვნახოთ რა. ვაუ! დააბრუნეთ გასვლითი შეხვედრა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და ჩემი საყვარელი პროექტი. ანახი კი მაგ გადაცემები მაგრამ. მეტი არაფერი არ არის საჭირო. მე ყველა მაგნან, არა ხო და არ მახსოვს. სულიშება არ მაგნან. პირველი შეკითხვა. გასვლითი შეხვედრა იმ კაცთან გასვლით დაიწყო, რომელსაც დუშან უხრინ უმცროსმა პოზიცია ვერ მოუძებნა, მაგრამ ამ ერორმა მის კარიერას ახალი პერსპექტივა გაუხსნა. კარიერის ბოლო წლები სკანდინავიაში გაატარა, სადაც დღემდე ძალიან უყვართ. ხოჭოლავა. სწორი პასუხია. მე-9 ქულა აიღო დადო. შენ ხო არ გინდა გასვლითი შეხვედრა? არა. დააბრუნეთ მაშინ. მოდი მუნდიალები ვნახოთ, რა მოახლოებული კიდე. ნახოთ. არის. თუ ახალი თემა გავხსნათ, იმიტომ რომ შეიძლება ბოლო შანსი იყოს ჩემიდან. მაშინ კაპელოს ნეპოტიზმი გავხსნათ, რადგან თან უკვე ახლოს არის ვახტანგი. დიახ. კაპელოს ნეპოტიზმი. კი ბატონო. შეკითხვა პირველი. ამ პაკეტიდან. 3 კლუბი და 7 სეზონი გვაკავშირებს. მაგრამ მე მისი მეგობარი არასოდეს ყოფილა. ეს ვერ გაიგეს მადრიდში ვიღაცებმა, როდესაც მასთან დაახლოებას ცდილობდნენ. ამბობდა ეს ბრაზილიელი ფაბიოს შესახებ. ვინ ამბობდა, რომელი ბრაზილიელი კაპელოს შესახებ? ემერსონი. ემერსონი სწორი პასუხია. მიითვალე შენი ქულა. რა უყოთ ნეპოტიზმს? თუ გასვლით ისევ. მე ამას ჩავდებ და შენი ფიქრე.
წავიდა. იყოს გასვლით შეხვედრა. გასვლითი შეხვედრა დააბრუნეთ. ახლა დადებითია ყველაფერი. შენ ხო თქვია დავაბრუნებთ თუ სამივე აიღეთო. ხო თუ გავმარზე ხა შანსია რომ სამივე ავიღოთ და მე დააბრუნებენ. ეს კაცი დღეს ელჩეში ცხოვრობს, მაგრამ როცა ლევანი ეწვია, ის ურდინგენ ნულფიაში მწვრთნელის დამხმარე გახდათ. ალბათ თუ გახსოვს ვინ კაცია? ალბათ, ერთ-ერთი ვარიანტი მაქვს, ლევან ყენია. ლევან ყენია შენი პასუხი. შენ გქონდა პასუხი ამ კითხვაზე თუ მაგამაც ვერ გაიცანებ? ეგ არის? ნამდვილად? ეს რომელია მეათე ქულა შენი უკვე? ნამდვილად ეგ. თუ არის? თუ არის ხო? მაშინ თამაში დამთავრებულია, გილოცავ. ნახევარფინალში ხარ, თავსო, კარგი თამაშისთვის, ემოციებისთვის განსაკუთრებით დიდ მადლობა თქვენ. პაპა კარლოს 5-10 ფულით გამარჯვებულად. ტატოს გამარჯვებით დასრულდა, საერთო ანგარიში 2-0, მაინც განმარტავ რომ მეოთხე გამარჯვება ჩემი სახელია რაუნდის თამაშს აზრი აღარ აქვს, რადგანაც 2-0-ია და 1 რაუნდია წინ დარჩენილი. ნახევარფინალში გისურვებ წარმატებას. მადლობა. მეც გისურვებ წარმატებას ნახევარფინალში, მე იქნებ ფინალშიც და მომდევნო სეზონში თუ დამპარიჟებთ სიამოვნებით მოვა. იმიტომ რომ არ იყო რა ჩემი. კარგია შენთან ერთად მაგიდას მაგიდას. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. ნახევარფინალში უკვე გელოდება გამზადებული კუნთები აქვს დაჭიმული. ლადო, ლომიძე, აბა შენიც. რომელსაც შაშანაც ვეთამაშე. კი ბატონო. შაშან მოუგე. პენალტებში ძალიან მithumetes ძალიან მშიერია შენ წინა. კი, და ძალიან რთული იქნება ისიც. მე მგონია რომ რამდენიმე ადამიანია რომელიც ჩემზე კარგ ფორმაშია და ჩემზე მეტი შანსი აქვს. ლადო ლომიძეს მგონია რომ ჩემზე უკეთეს შანსებს ფლობს მაგ კუთხით. რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? ჩემი დაბერება არა. ხო, ეგეც არის რაღაც ზონეზე, მართლა. რავი, ფეხბურთთან კომენტატორის რანგით ჩამოშორებამ თავისი დაღი მაინც რაღაც ზონეზე დამასვა რა, ეგეც არის. და დანარჩენი რა, ძველები ის რაღაცები მახსოვს. აი, ტაფსონა ხო კომენტატორია, მაგრამ მქონდა უპირატესობა ამ თამაშში. შენ ეზრით სად მოიპოვე ის საკვანძო უპირატესობა? მე უპირატესობა ტაფსონასთან მოვიპოვე გუშინ, ეგრე გაირკვა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება თვითონ არ ეთქვა ახლა, 2 საათი ეძინა თუ 3 საათი მარტო ღამე. და უძინარი იყო და ეთყობოდა მართლა და მაგანაც იმოქმედა, იმიტომ რომ 1-2 კითხვა რომელიც ვერ აიღო. შენი ფანები მივიდნენ სახთან და არ დააძინა. არა, ხო. არა, ეგეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ გვიან აი კომენტატორობამ შეუშალა ხელი პირიქით. ნახე გვიან ჰქონდა რეპორტაჟი, გვიან დაამთავრა ძალიან რეპორტაჟი და მაგითო ცოტა ხანი ეძინა მართლა და მაგითო აშკარად ეთყობოდა რომ ცოტა მაგის გამოც უჭირდა და პლუს გამიმართლა რაღაცეებში რა იმაში მესამე ანუ პაპა კარლოს ყუთში პირველივე დასაწყისი აი პირიქით 2-0-ით დაიწყებდა ტაფსონას სასარგებლოდ დაიწყებოდა იმიტომ რომ მე 2 ძალიან მარტივი შემოწოდა და შუაში როდრიგო პოსებონი იყო ნუ აი აუღებელი ვერც მე ვერ ავიღებდი შანსი არ მქონდა და მაგითო მან გამიმართლა და 2-0-ით დაწყებამ იმოქმედა ფსიქოლოგიურადაც და ცოტა გატყდა. შესწომით აუშვი, მე ოღონდ ბევრი არ არა ეს ხ გული მწყდება. რომარიოზე პირველ რიგში და შეიძლება და ელერ და ის მოისხანერად დამედო და მე შანსები დარჩებოდა, მაგრამ მეტოქე არა, ეხა მეტოქეა შეიძლება საუკეთესო და ყველაზე რთული შესაძლოთაგან. ამიტომ არაფერი ტრაგიკული და ძალიან სასიამოვნო იყო მაინც თამაში. დავიკიდე ბაბში არ ისე შეიძლება. დადე რა ელერ და ისი რა დადე. დადე რა კინო იქით და მოდელაზეა. ხო, ანუ რანაირი ის არის ბიჭო რა ხდება ეს. ტატოსავით ლექსერ არა მწყინდება. არაფერს იმედი არ მაქვს. გაიგე ხარ გო ჩაიცინა 0-0 მარჩენას. არაცეობს.